გამარჯობათ და დღეს როგორც ყოველთვის ჩვენ ძალიან საინტერესო ვიდეო გველოდება ჩვენს ძველ ნაცნობთან გიორგი ბიძინაშვილთან, რომელიც როგორც გახსოვთ, გახლავთ ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, თვითონ არქეოლოგი, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და ძალიან საინტერესო და ძალიან საჭირო ადამიანი, როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე, ზაფხულში და ზამთარში და თუ რატომ ამას დღეს გავიგებთ. მაგრამ თავდაპირველად მე მინდა გიორგის მადლობა გადაუხადო იმისათვის, რომ იგი ძალიან დაკავებულია, მაგრამ ესეთ რაღაცნაირად გამოვქაჩე და მოვიყვანე ჩემთან მეცნიერთა კლუბში, რომ გაგვაცნოს მისი მოგესალმებათ არქეოლოგიებს, ზოგადად გეოლოგებს, ბიოლოგებს და ასე შემდეგ ბუნების და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებს. ზაფხულის თბილი სეზონი, ეგრეთ წოდებული, აქვთ საველე სამუშაოები და ამ საველე სამუშაოების დროს ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა აღმოჩნდება ხოლმე. ეს არის ჩვენი პური, გიორგი დამეთანხმება, რომელსაც მე მთელი ცივი სეზონი ვჭამთ ხოლმე, ხო, რაღაცებს ვიკვლევთ ამ მასალებს, სტატიებს წერთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ და მე მინდა რომ თემებს ნელ-ნელა განვავრცობთ და თავიდანვე მინდა ჩემი მაყურებელი გავარცხილო, რომ ვიდეოს ბოლომდე უყურონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებენ და შეიძლება ზაფხულის რაღაცა ეტაპები თავიანთი ცხოვრების დაგეგმონ კიდეც. გამარჯობა. გამარჯობა ვასო, მართალი ხარ, გეთანხმები. უბრალოდ როგორც დათვები გამოდიან ბუნაგებით, ისე გვიწევს ჩვენს გამოსვლა ჩვენი ლაბორატორიებიდან და უბრალოდ შენობებიდან და წანგახარებული ვართ, რადგან სეზონი უკვე იწყება ჩვენი სამუშაოების სეზონი. პირველ რიგში სიახლეებით დავიწყებ, რომ ესე იგი 26 წელს აუცილებლად ჩატარდება ახალი არქეოლოგიური სეზონი, არქეოლოგიური გათხრები ოროზმანში. ოროზმანი თქვენთვის უკვე ცნობილია ალბათ, ადგილი, სადაც ევრაზიის უძველესი ადამიანების ნაშთები იქნა აღმოჩენილი ოროზმანის ექსპედიციის მიერ და მის გარდა აღმოჩენილი იქნა 1.8 მილიონი წლის ფაუნა, რა თქმა უნდა, შესაბამისად ადამიანების მიერ დამზადებული ქვისიარაღები და ეს არის ძალიან კარგი ადამიანის აქტიურობის ზონა. ეს არის დროის კაფსულა, პირდაპირ გეტყვით, ძალიან იშვიათ თაგანი, რომელიც დედამიწაზე შეიძლება სულ თითზე ჩამოსაფრელი რაოდენობით იყოს შემორჩენილი და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება ქართველ მეცნიერებს, რომ ვიმუშაოთ ამ ადგილას და დედამიწის საიდუმლოებებს ნელ-ნელა ავხატოთ ფარდა. და მადლობა ვასიკო, პირველ რიგში უნდა გითხრა მოწვევისთვის, შენ ჩვენი გულშემატკივარი ხარ, ძალიან გვეხმარება შენი გადაცემა, რომ ხალხამდე მივიდეს ჩვენი სამუშაო, იმიტომ რომ საერთოდ ალბათ ერთი-ორი სიტყვით ვიტყვით, საერთოდ არქეოლოგია, ბევრი მეცნიერება საკმაოდ კონსერვატიული ეს არის მეცნიერებებია, საგნებია და ხდება ხოლმე, რომ ძალიან ხშირად დიდი აღმოჩენები, დიდი სიახლეები მხოლოდ ერთ წრეში ტრიალებს და მე კი ვთვლი და ფიქრობ, რომ ჩვენი ვალდებულებაა, რომ თუ კი რამე მნიშვნელოვანი გარდამტეხი აღმოჩენა იქნება და რაიმე სიახლე იქნება ჩვენს მოედანზე, ჩვენს სფეროში, ეს აუცილებლად უნდა გახდეს ცნობილი ხალხისათვის. თუ არა რისთვის მუშაობთ ჩვენ, მე არ მგონია იმისთვის მუშაობთ, რომ ერთმანეთს ვაბაროთ ანგარიშები, ჩვენ დავაბაროთ ანგარიში ჩვენს ხალხს, ჩვენს გულშემატკივრებს და ჩვენს მოსახლეობას და მით უმეტეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას. მაღაზიათა ქსელი Family ქუთაისში. უბნის პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი. მაღაზიებისა და მზა საკვების საწარმო Family Food-ის 30 ფილიალი ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. ყველაფერი ერთ სივრცეში. ძირითადი პროდუქტები, ახალი ხილბოსტნეული, საგამცელერიო საგნები, სათამაშოები და გალანტერეა. Family Food, მზა საკვები და საკონდიტრო ნაწარმი. საუკეთესო არჩევანი, როცა დრო შეზღუდულია, ხარისხი და გემო კი პრიორიტეტად რჩება. მოდი იცი რა ვქნათ, მოკლე ანგარიში მაინც ჩავაბაროთ რა. ახლა ბევრი ყავს ახლა ესეთი მაყურებელიც არც საქართველოში ცხოვრობს, ან თუ ცხოვრობს იმის დრო არ ქონდა რომ გაეგო შენ და შენმა ექსპედიციამ დღეები აღმოაჩინა თავის დროზე და მოდი მოკლედ მაინც შევახსენოთ
რით არის ეს ოროზმანი საინტერესო. მე მახსოვს რომ სრულიად შემთხვევით არაფერი არ ხდება, რა თქმა უნდა, შენი გაწაფული თვალით დაინახე ეს ადგილი, მოკლედ ვთქვათ, სად არის ეს ოროზმანი, რატომ არის იგი საინტერესო, რა აღმოჩნდა, რა პერსპექტივები აქვს, აი ამაზე მოკლედ გიართ, თუ გინდა ვცლად ვილაპარაკე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა და მე მგონი არა მხოლოდ თქვათ ისეთ ადამიანებს დაინტერესებს, რომლებსაც არ აქვს ურთიერთობა არქეოლოგიასთან და ანთროპოლოგიასთან და პალეონტოლოგიასთან, არამედ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს დგანან, ბევრი ახალგაზრდა უყურებს ძალიან ჩემს არხს, საბედნიეროდ და რაღაცა სხვა რაღაცებს არ უყურებენ და ბევრი დგას ესეთ გზაჯვარედინზე, ანუ საით წავიდეს, რა გააკეთოს, რომელ პროფესიას მიადგეს და ამიტომ აი შენი მონაყოლი და ზოგადად მე და შენ რო დავიწყოთ ახლა საუბარი პალეონტოლოგიაზე და იმ საოცრებებზე და იმ საოცარ გზნობაზე, როცა რაღაცას იპოვი და წმინდა ალბათ ყველა პალეონტოლოგიაში წავა, მაგრამ ჯობს რომ შენ მოგვიყვე აი ოროზმანის შესახებ და აი მარტივად მოკლედ შევეცდები ძალიან ცლად არ მოვყვე. ნუ საქმე იმაშია რომ მე ვარ თვითონ 45 წლის და 23 წელიწადია არქეოლოგი ვარ, ესე იგი სწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მე ვსწავლობდი საფრანგეთში პარიზის პალეონტოლოგიის ინსტიტუტში, ვიყავი მადრიდის ავტონომიურ უნივერსიტეტში და მოგეთ, ბევრი ვისწავლე, ბევრი დრო მოვანდო მესწავლე, შესაბამისად პარალელურად მუშაობდი ჩემი გაზრდა, ჩემი პირველი ნაბიჯები ავიდგი დმანისის, ესე იგი, ესეთ ცნობილ არქეოლოგიურ ექსპედიციაში, დმანის ცნობილია სახალხოდ მზიად და ზეზუათი და როგორც პირველი ევროპელების სამშობლო და ესე იგი დმანისში მუშაობის დროს არ მასვენებდა ეს ფიქრი, რომ აი ეს ადამიანთა პოპულაცია, უძველეს ადამიანთა პოპულაცია აუცილებლად სადღაც დმანისის გარეთაც იცხოვრებდა ახლო მიდამოებში. და ამის საფუძველს გვაძულებდა ჩვენ ის დიდი რაოდენობა ადამიანთა ნაშთებისა, რომელიც დმანისში იქნა აღმოჩენილი და მართლაც ასე მოხდა 2019 წელს დაზვერვების დროს, დაზვერვა სამხედრო ტერმინია, თუმცა არსებობს ასევე არქეოლოგიური, გეოლოგიური დაზვერვა, როცა ზვერავ, როცა ეძებ ახალ ლოკაციას და სწორედაც რომ ჩვენი ძველი თაობის გეოლოგების მონაცემები დავამუშავეთ, პალეონტოლოგების მონაცემები, აი ესე იგი დიდი მოჰიკანების ნაშრომები, ერთ-ერთი ღმერთმა დიდხანს სამყოფოს და ცოცხალია ბატონი შოთა ადამია, მისი ნაშრომიც დავამუშავეთ მათ შორის და ძალიან საინტერესო ამბავი იყო, რომ შოთა ადამიანს, როგორც ჩანს, 50-იანი წლების ბოლოს აღწერილი ჰქონდა ერთ-ერთი პროფილი, ანუ ჭრილი ტბიური ნალექებისა, ესე იგი მდინარე მაშავერას მიდამოებში და ისე მოხდა, რომ 2019 წელს ჩვენ ამ ადგილზე მივედით და რეალურად აღმოვაჩინეთ გეოლოგიურ ჭრილზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი უდიდესი მნიშვნელობის და მისი მნიშვნელობაც ძალიან მალე გაირკვა, რატო იყო ის ასეთი მაღალი მნიშვნელობისა, იმიტომ რომ ეს ტერიტორია იყო დათარიღებული უფრო ადრე, ჩვენს მისვლამდე 2010 წელს, იმისათვის რომ ესე იგი დმანისის საიტი ძეგლი დაეთარიღებინათ, ოროზმანში მოვიდნენ გეოლოგები, რადგან როგორც მოგეხსენებათ, დმანისი არსებობდა ორ ვულკანურ ამოფრქვევას შორის. პირველი ვულკანური ამოფრქვევა თვითონ დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არის და იქიდან იქნა მონაცემები ამოღებული 1.830.840.000 წელი. ხოლო მეორე ამოფრქვევა, რომელსაც ოროზმანის ამოფრქვევა ქვია, მაგ ლავას არ მიუღწევია დმანისამდე, შესაბამისად, სადაც გაჩერდა სწორედ იმ ადგილზე, სადაც გეოლოგებმა ნახეს მნიშვნელოვანი ლოკაცია დათარიღებისთვის, იმ ადგილზე იქნა აღებული ნიმუშები და საბედნიეროდ სწორედ ნიმუშების აღების ადგილი დაემთხვა იმ ადგილს, სადაც ჩვენ ადამიანის, შემდგომში უკვე ადამიანის ძვლები და სხვა მნიშვნელოვანი საინტერესო მასალა ვიპოვეთ. ანუ ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად ზუსტად იცოდით უკვე რა ასაკის იყო ის რაც იპოვეთ, უკვე იცით რაც რა ასაკისაც არის. დიახ, იმაშია საქმე, რაშიც 10 წელი ან შეიძლება მეტი უნდა დაგვეხარჯა ნიმუშების აღებაში, გაგზავნაში, შესწავლაში, ეს უკვე გაკეთებული იყო ეს საქმე და ამიტომ არის საინტერესო, რომ
დმანისისა და ოროზმანის ასაკები მეტნაკლებად ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მას შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა გავაფართოვეთ კვლევები. ხო, თანმიმდევრობით მივყვები, სანამ გეოლოგიურ კვლევებზე ვიტყვი. 2021 წელს ჩატარდა პირველი არქეოლოგიური ექსპედიცია. დიდი ვაივაგლახით, მოკლედ ნებართვა მოვიპოვეთ, თუმცა ფინანსები ყოველთვის იყო ჩვენი აქილევსის ქურქუსლი და ფინანსებს არ საიდან არ მოდიოდა, არავინ არ გვაძლევდა, მით უმეტეს ახლები ვიყავი და თვლიდით რომ ალბათ იმიტომ რომ არავინ არ იცის რას ვაკეთებთ და ჩვენი თვითონ მოვიპოვეთ ფინანსები, საველე სკოლა გავაკეთეთ, არქეოლოგიური საველე სკოლა, ოროზმანის არქეოლოგიური საველე სკოლა, სადაც თანხის გადახდის სანაცვლოდ სტუდენტ შეეძლო რომ ესწავლა და მიეღო განათლება და მით უმეტეს ემუშავა ევრაზიის უძველეს ძეგლზე. და სწორედ აი ამ საველე სკოლამ მოგცა საშუალება რომ სრულმასშტაბიანი საველე სამუშაოები გვეწარმოებინა და 21 წელსვე უკვე მსოფლიოს ვახარეთ საერთაშორისო პრესის საშუალებით რომ ოროზმანში ადამიანის აქტივობის კვალი, ანუ არტეფაქტები, ქვისიარაღები აღმოჩნდა, ესე იგი ადამიანი სადაც აქტიურობს, თუ კი აქტიურობს რაიმე არქეოლოგიურ ობიექტზე, ის თავისთავად ტოვებს თავისი აქტიურობის კვალს და ყველაზე დამარწმუნებელი ადამიანის აქტიურობის კვალი ქვის ხანაში არის ქვისიარაღები, ხო, ეხლა სხვა რაღაცა ვერ დარჩებოდა. 22 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთეთ, ვიპოვეთ კბილი. ამ კბილს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჩვენ დავარქვით ამ კბილს სახელი ადამი და მას ქვია ადამის კბილი. ადამის როგორც პირველი ადამიანის კბილი, რეალურად ეს არის პირველი ევრაზიელი ადამიანის კბილი. დღემდე ნაპოვნი ევრაზიის კონტინენტზე, ადამიანის ძვალი. ის არის, თარიღების საკმაოდ მაღალია და ეს თარიღები ჩვენ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ პირველი ადამიანის ნაშთი ვიპოვეთ ოროზმანში. ამას უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაშიც, ქვეყნის გარეთაც, თუმცა მოხდა ის ამბავი, და რაზეც აღარ ვილაპარაკებ, ბევრჯერ ვისაუბრე, მოკლედ 2 წელი აღარ შეგვეძლო ჩვენ მუშაობა აღნიშნულ ძეგლზე, თუმცა მადლობა ღმერთს 2024 წელს, წლის ბოლოს, თითქმის ახალ წლამდე ჩვენ მივიღეთ ნებართვა მუშაობის და დაკონსერვებულ ძეგლზე მივედით, გავხსენით ეს დაკონსერვებული ძეგლი, ვნახეთ რომ ძალიან დიდად არ იყო დაზიანებული, თუმცა გარკვეული დაზიანებები ორწლიანი უმუშევრობის გამო არქეოლოგიურ ძეგლს ჰქონდა მიღებული და ისე პირველი გათხრები მოკლედ დეკემბრის თვეში ჩავატარეთ -10 გრადუსში. ცოტა თან რომანტიული იყო რა. ესეთი ალისას სარკის ქვეყანაში აი რაღაც დაახლოებით ანალოგიური ხდება ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებია. ხო, მაგრამ იმდენ სასიამოვნო იყო ეს -10-შიც თმებოდი ამ ძულებს რო ხედავდი რომ კიდე ადგილზე იყო. მართლა გადაღებულიც გვაქვს ეს ამქერი რომ მოფრინავს ხა სამხრეთ კავკასიონის ხეობა 1200 მეტრია, ეხა წარმოიდგინეთ და -10 გრადუსი, კიდე მეტად იგრძნო, მაგრამ ისეთი გვიხარო და ისეთი ბედნიერება იყო, რომ ყოველ შემთხვევაში პირველი გათხრები დავიწყეთ და უკვე 25 წელს სრული არქეოლოგიური სეზონი ჩავატარეთ და არ დააყოვნა, ესე იგი ამ 2025 წლის სეზონმაც არ დაგტოვა აღმოჩენების გარეშე და უკვე რას ვხედავთ. ვიპოვეთ ქვედაყბა, ესე იგი ჰომინინის ადამიანის წინაპრის, სავარაუდოდ ჰომო ერექტუსის ქვედაყბა თავისი 2 კბილით, კარგად შენარჩუნებული 2 კბილით და ძალიან დიდი ზეიმი ჰქონდა ჩვენ და მთლიან სამეცნიერო სამყაროს, იმიტომ რომ კი ვიცოდით რომ ადამიანი იყო, მაგრამ ასეთი რაოდენობით ძვლები, თან ყველაზე სასაცილოა მასშტაბი რომ ვიცოდეთ ჩვენი გათხრებისა, არის 20 კვადრატული მეტრი. ეს არის პატარა ოთახია რა, ერთი პატარა ოთახი, ხო, სტუდიოც არ არის, ხო? არა. მე რაც ვნახე, რა ვიცი, რო გადახტე ერთი კუთხიდან მეორე გადახტები, ხო. ხო, და სიგანეზე ვერც კი ისეთ პატარა არა, შეიძლება კედეს დაიჭახო. ხო და. 22 წელს 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 22
ну, ეხლა ეს რაშია საქმე? საერთოდ არქეოპალეონთროპოლოგიაში, ესე იგი, აი ადრეული ადამიანის ძიების მეცნიერებაში, კვლევებში და ამის ისტორიაში არ არსებობს მსგავსი ფაქტი, რომ ასეთ მცირე ტერიტორიაზე, აი მართლა თან პირველივე ტერიტორია, სადაც მოახერხეთ, გათხრა, ანუ მივედით უბრალოდ დავიწყეთ და მეორე წელს, ესე იგი, ადამიანის კბილი, მესამე წელს ადამიანის ყბა და თან ესე მცირე ტერიტორიაზე ეს რას ნიშნავს, რომ ესე იგი პროცენტული მაჩვენებელი ადამიანის ნაშთებისა ძალიან მაღალია დანარჩენ ფაუნისტურ, ანუ ცხოველთა ძვლების ნაშთებთან შეფარდებით. ეს არანორმალურია, თუმცა ეს არის ძალიან კარგი, არანორმალურია შედარებით სხვებთან, ანუ სხვაგან, მაგალითად აფრიკის ტერიტორიაზე ასეულობით კილომეტრი უნდა დაიაროს მკვლევარმა და ფრაგმენტ რაღაცები მოძებნოს, მერე შეაწებოს, ან სწორად შეაწებებს, ან ვერა და ასე თლიანად და კარგად შენარჩუნოს. შეიძლება ახალი სახეობა აწყოს. შეიძლება რაღაც მართლაც ესე იყო, რომ ნამდვილად ბასიკო გეთახმები იყო მსგავსი ფაქტი, რომ სანამ დმანისის ჰომინინების სრულყოფილ თავის ქალას არ იპოვიდნენ, არ იცოდნენ ერთ-ერთი სახის ზვალი, ანუ აგეთი, ანუ არ იყო შემონახული ამ ადრეული ერექტუსებისა, შესაბამისად თავისი ესე იგი ინტერპრეტაციით აწყობდნენ და კუთხეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? აი თქვათ სახის ზღვის კუთხეს, ხო, როგორ ყბა ბევრად უფრო მეტად იყო წინ წამოწეული თუ უფრო ნაკლებად ამას პროპორციისთვის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თავის დგომა არის თავარი მანიშნებელი, ჩვენ როგორ დავდივართ. ხო, როგორ დგევართ, რანაირად მოძრაობთ, ანუ ეს ხო მე მალაზე არის ანუ ძალიან ბევრი რაღაცაა დაკავშირებული შესაძლოა და ასევე სახის ძვლები ბევრ ამაზე მეტყველებს, ბევრ ამას გვეუბნება. და სწორედ მანისის აღმოჩენების შემდეგ საბოლოოდ გაასწორეს ეს კუთხე, ეს ძველი რეკონსტრუქციები, რაც ქონდა გაკეთებული იმ თავში, ნამტვრევებისგან აღდგენილი თავის ქალებისა, მე უკვე აი მანისის მიხედვით რომ დმანის ეტალონის მიხედვით მოხდა გასწორება და მოგეთ საქმე იმაშია რომ წელსაც ვიწყებთ სეზონს, თუმცა რამოდენიმე გამოწვევის წინაშე ვდგევართ. დიდი გამოწვევები გვაქვს როგორც მოგხსენებათ ჩვენ როგორც ასეთი ფინანსური წყარო არის ერთადერთი ჩვენი ეს საველე სკოლა, სხვა არანაირი და კეთილი ადამიანები და სპონსორი, ვინც ხანდახან გამოჩნდება და მადლობა ვინც გამოჩნდა და ხარში დაგვიდგა, რომ არა მათი ხარში დგომა. ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა ეხლა მთლიანად ეს ენთუზიაზმით. მით უმეტეს სადღაც 20-25 კაცი ანი ბანაკი გვაქვს, ამდენი სპეციალისტია საჭირო და სტუდენტი, რომ სამუშაოები მიდიოდეს და იმისთვის, რომ სამუშაოები იყოს მაღალი კლასის, მაღალი ხარისხის, სწორედ ისეთი, რაც საბოლოო ჯამში დაგვირგვინებდება მაღალ რეფერირებად ჟურნალში პუბლიკაციის გამოქვეყნებით. ანუ შესაბამისად ჩვენ გვჭირდება მულტიდისციპლინარული შესწავლა, არა მხოლოდ მონოდისციპლინარული, არა მხოლოდ ერთი სპეციალისტის შესწავლა, როგორც ადრე ვიყავით, თქვათ, შეჩვეულები და შესაბამისად ესეთ კარგ ჟურნალებშიც ვერ ქვეყნდებოდა ხოლმე და ახლა უკვე საჭიროა თქვენ პალეოანთროპოლოგია და არქეოლოგია არის აბსოლუტურად საბუნებისმეტყველო მეცნიერება. ბატონი ვასილი დამეთანხმება. თვითონ კონკრეტულად არქეოლოგიას აქ ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს. აქ უკვე კი არა ფიზიკა არის შემოსული ჩვენთან დათარიღებების მხრივ, გეოლოგია, ბიოლოგია, ალინოლოგია, რომელიც ბიოლოგიის ნაწილი არის, ასევე გენეტიკური კვლევები, რომელიც უკვე ისე წინ მიდის, რომ მალე მოვადრო და ჩვენ ამასაკის ნამარხებზეც შევძლებთ. და მე თვითონ გითხავთ ფსიქოლოგიაც და ეს მენტალური ისინი მაგალითად რომ შეგვიძლია დავადგინოთ უვლიდნენ არ უვლიდნენ ხო ერთმანეთს ხო კონდათ ემპათიის გზნობა არ კონდათ ბევრი რაღაცის გაგება შეიძლება ესეთი ირიბი სამხილების გამოყენებით და ძალიან საინტერესოა ამიტომ ეს პროფესია. აბსოლუტურად და ამ დროს მარტო არქეოლოგის ინტერპრეტაცია არ არის საკმარის და აუცილებელია დარგის სპეციალისტის ინტერპრეტაციაც დაემატოს. თუკი მე გამოვთქვავ აზრს, რომ თითქოს ეს გავს ემპათიას, მე უკვე უნდა აუცილებლად მე ხომ არ მაქვს მე არ ვარ დოქტორი იმისი, რა ქვია, ფსიქოლოგიის, ხო, ან
და პალეოფსიქოლოგიის მეთუმეტეს აი აქ უკვე აი იმ სპეციალისტის ჩართვაც არის საჭირო, რომ ჩვენი აზრი მერე უკვე მიიღოს უკვე ესე ძლიერმა ჟურნალმა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან კვლევაში გამოქვეყნდეს. ასე რომ ამათიას რაც შეეხება პრინციპში ყველა რასაც უყურებ ხოლმე და ვკითხულობ ამის შესახებ უკვე ფაქტიურად როგორც დადასტურებულ ფაქტს ამბობენ რომ დმანისელ ერექტუსებს ჰქონდათ აი ყველა ამბობს ამ ზრუნველობა დიახ ბატონო ასო ეს ძალიან საინტერესოა და ამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ და ეს არის ისევ ჩვენი ბიოლოგიიდან მოდის აი ჩვენი ყველა აგებულებიდან ყველაფრიდან ჩვენ მარტივია ხო ადამიანმა თავის ნაშიერს თუ არ მოუარა თუ გააჩნია ხა ზოგან 50 წელი უიაშვილს ხო ხო მაგრამ ნუ ზირთად მინიმუმი ხო რა აქ მოხუცის მოვლაზეა უფრო კრიტიკული ხო და აი მაგაშია საქმე რომ რომელიც არაფერში არ ჭირდებათ ხო ესეთი დედა ულის შვილს ბატონო ასო მაგაშია საქმე რომ რატო ულის დედა შვილს დედა თუ არ მოულის შვილს დიდი ხანი ეხლა კვიც მოულის 6 თვე და კვიცი გააგრძელებს ცხოვრებას მგელიც ნუ წაღლიც რა ეს ნუ დაწებელსაც სასწავლის ნადირობას გაუშვებს ის თავისუფალია მაგრამ ჩვენ ნაშიერს დიდი ხანი თუ არ მოუარეთ ჩვენი სახეობა შეწყდება ესე იგი დედა ულის შვილს იმიტომ რომ უყვარს რა თქმა უნდა მაგრამ იმიტომ რომ ასევე თუ არ მოუარა შვილი ვერ იცხოვრებს ხო და მე უკვე როგორ ჩანს აი შვილი ულის უკვე მე მობერებულ დედას და მამას აი სწორედ ეს არის გასაღები ალბათ იმ ემპათიის მაგალითისა რომელიც დმანისში იქნა აღმოჩენილი და გადამრჩენი ჩვენი სახეობისა როგორც მოგეხსენებათ უმძიმეს პირობებში უწევდა ადამიანთა სახეობას არსებობა დიდ მტაცებლებში მკაცრ გარემოში არ იყო ესე ყველაფერი ბანანები და ეს ჩამოკიდებული როგორც გონია პირიქით ეხლა კლიმატურ ანალიზებს რომ ვაკეთებთ დმანისის ტერიტორიის აი როგორც დღეს არის დაახლოებით ასეთი კლიმატი ადრე ფიქრი იყო რომ იყო სავანა და რაღაცა უფრო ცხელი ვიდრე ნაკლებად აი ალბათ მოგეთ სადღაც 10.6 გრადუს საშუალო ტემპერატურაც ანუ ზამთარში ისევე ციო და როგორც ახლა ციოა დმანისის ხო აი მაგთიანეთში ხო დიახ ბატონო ჩემო და ეგეც გასაკვირია ზამთარში სადმე თუ მიდიოდი მაგრამ ამანძილზე უნდა წასულიყვნენ ეხლა რაღაც ისეთ ადგილზე უნდა წასულიყვნენ სადაც ნაკლებად ციოდა ეხლა ბათუმისგანია ხო ალბათ დასე კობულეთში და მე რა უკან გონიოში ალბათ ზუსტად არ ვიცი თუმცა ნუ ფაქტია რომ უწევდათ ამ კლიმატურ პირობებთანაც შეგუება და შეეგუნენ კიდევაც და გადაჭდნენ კიდევაც და მტაცებლების გარემო საშინელი საშინელი და თან ესენი დიდი მონადირეობით არ გამოირჩევიან და ესენი არიან ლეშის ჭამელები თუმცა მათი მათ ძალიან ჭკვიანური მეთოდები აქვთ როგორც ჩანს ქართულად დამუღამებული რომ რა შეებიან როგორც ჩანს ტაცებელი იჭერს პირუტყს ნუ რაღაცის და მერე მალე მირბიან აი ეს ადამიანები არ ვიცით იქ ჯოხები და ქვებით აფრთხობენ ამ ტაცებელს ძალიან მოკლე დრო აქვს ჩათვალე წამზომია ჩართული სანამ კიდე დანარჩენები არ მოვლენ ხო თან თუ გინახავთ ტაცე როგორი რიგებია ხოლმე ტაცებელი რაღაც რომ მოკლედ ცალკე ლეში ჭამელი ფრინველების ჯერ ისინი მოდიან მე ესენი გააგებენ ესენი ხო დიდი კონკურენტი თქვენს ხოცავენ ხო ამის გულის აქ კიდე ადამიანი რომელიც 1 მეტრა 30 მეტრა 40 ზომის არც კლანჭები აქ არც ეშვები აქ არც ეშვები არც ეხა სპრინტერი არ არის და არც ხეებზე მაგრაც არ დაცოცავს ქვის როლა შეუძლია ჩვენ ვიცით რომ ესე იგი ხელის გაშლა ისეთი კუთხით უფრო კიდე ჩვენზე დიდი კუთხით შეეძლო ხრის ძვლიდან გამომდინარე და როგორც ჩანს მას კარგი მოქნევა შეეძლო და ძალიან ბევრ გვალქვებსაც რო შოუპოულობთ და უმუშავებას ეს ალბათ მანიშნებელია იმისი რომ ქვის როლა ჯერ კიდევ აი როდიდან მოდის დღესაც კი გძევდება 21 შეაგინე ჯოტია მაგრამ აი ჩვენი უძველესი წინაპრებიდან მოდის და ნუ ესე იგი მოგეთ აფრთხობდნენ ამას და ძალიან სწრაფად ქვის იარაღებით
რას მოაჭრიდნენ სახსრებს, ხო? პირველ რიგში ყველაზე კაი ტრანსპორტირებისთვის არის სახსრები ბარკალში, ესე იგი ვარცხში გადაჭრიდნენ. აი მუცლის ზღრუ დიდი ცხოველი ძალიან რთული გადასატანია, თან უნდა გამოშიგნოთ, ნუ დიდი მასაა, რაც შეეხება სახსრებს. ბალახის მჭამელი 20 მეტრად ნაწლავი აქვს მარტო. ხო. სახსრები არის და სწორედაც აი ამ სახსრებზე პოულობთ ხოლმე ქვის იარაღების გაჭრის კვალს, ანუ ქათმარკებს, ჭრის კვალს. აი როგორც დანატოვებს აი ყასაბი როდესაც ხორცს ასუფთავებს, ნაკაწლებს ტოვებს, სწორედ აი ამას ხილულ კვალს ხედავთ ხოლმე და ფაქტიურად აი ესე შეგვიძლია აღვადგინოთ ამბები და ამ ასეთ ამბებში და თავგადასავლებში რო ვართ ეს ყველაფერი კულისებს მიღმა რეალურად ძალიან ძიმე ამბები ხდება ფიზიკურად ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უკვე არაერთხელ მithქვავს, ჩვენ ვართ ბოშათა ბანაკი, ტაბორი, ესე იგი ექსპედიცია არქეოლოგიური ბაზის გარეშე. ჩვენ ვოცნებობთ არქეოლოგიურ ბაზაზე, გვაქვს პროექტი, რომ ავაშენოთ ის კი არა. იცით, ადამიანი, როდესაც ძალიან ოცნებობს კარგ რაღაცაზე, როგორც ვფიქრობ, რაც ალბათ ბუნებასაც აწყობს, ღმერთსაც აწყობს, არ ვიცი, გარემოებას აწყობს. აი სასწაული მოხდა. მიკავშირდება მეგობარი და მეუბნება, გიორგი, ჩემს სტუდენტს უნდა რომ სამაგისტრო ნაშრომი გააკეთოს არქეოლოგიური ბაზის პროექტი. წარმოიდგინე. ოღონდ ის მე არ მიცნობდა ეს სტუდენტი, ამაზე არ ქონდა ლაპარაკები, უბრალოდ ვიღაცას თავში დაარტყა და თან იძახი სადღაც დმანიშში უნდა. ნუ რადგან ნუ აი ხო რაღაცა ხო ეს არის. ხო რაღაცა არსებობს. რაღაცა არსებობს ხო და მე მჯერა ესეთი რაღაცა ძალიან რომ მოიდომებს ადამიანი და კარგ საქმეს, იმიტომ რომ თუნდაც აი ეს ადამიანის პოვნაც იმ დროს, როცა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, ხო, როცა პრობლემები ქონდა. და ამიტომ მჯერა და ვამბობ ამას რა მაქვს დასამალი, რომ მოკლედ ხდება ხოლმე და ნამდვილად პირველი ეტაპი უკვე არსებობს ამ პროექტის და ჩვენ ისიც კი მოვიფიქრეთ, რომ გარემოს დაზიანების გარეშე კონტეინერებით, აი ხა ტრენდი არის ბასო, ალბათ შეიძლება მე შენ არქიტექტორებთან ამას ცალკე გადაცემა გააკეთო, ზღვის საზღვაო კონტეინერებით რომ მარტივად შეიძლება რაღაცების აშენება და თან ეს მეორადია. ბევრ ზელვას ცემენტის და საშინელ ადამიანურ რესურსს არ მოიწევს. გადატანადია მე ადვილად და პირდაპირ შავი კარკასი გადაგაქვს. და მე იმისათვის არქეოლოგიური ბაზა არ არის ის სასახლე, ხო? არის ის, რომ არ ცხებოდეს და არ ციოდეს და ადამიანმა შეძლოს მუშაობა. და აი რამოდენიმე კონტეინერით რომ შევკრათ ბაზა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა მოვაგროვებთ ფინანსებსაც, მოვაგროვებთ თვითონ მსურველებსაც, ვინც აემის აწყობაში დაგვეხმარება და გვექნება ჩვენ დამოუკიდებელი ბაზა, სადაც ახალ თაობებსაც გამოვზრდით და ძალიან ბევრ კარგ რაღაცას გავაკეთებთ, მაგრამ დღეს ეს არ გვაქვს ჩვენ. ხო, ეხლა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ იცი რა, ეხლა ბაზა კაი თქვა და ავაშენეთ ბაზა და ნუ ეხლა ამოიწურება ის ხო, მით უმეტეს 20 კვადრატული კილომეტრია შენ თქვი და. არა, ბატონო. მე იმაშია, ხო, არა, ხო და ეგ უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არ არის 20 კვადრატული მეტრი, ეს უბრალოდ ის არის, რაც ჩანს და ის რაშიც ამდენი მასალა გამოჩნდა და იქ არის უამრავ ჯერ ზემოთ რო ახვიდეთ, აუცილებლად წადით ამ იმაში მე ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ. იქ ყორღანების ველია, იმას არქეოლოგებიც გამოიყენებენ შემდეგ რაღაც ეტაპზე. მანამდე პალეონტოლოგებისთვის არის უამრავი სამუშაო და ის როდის ამოიწურება კაცმა არ იცის და ნურც ამოუწურავს პალეონტოლოგიურ ღმერთს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ჩვენი თავის შესახებ გავიგოთ და შეიძლება ვისწავლოთ კიდეც იმათგან ვისწავლოთ. პოზიტივი რა. მე რამე უნდა ვისწავლოთ, მსურველობა მათ შორის. არ არის გამორიცხული და ის ვისწავლოთ, რომ პოზიტიურად ფიქრი, რომ აი როგორც გიორგი მიფიქრა პოზიტიურად და დაუბრუნდა ეს მას დაუბრუნდება კიდევ ძალიან ბევრჯერ, მიუხედავად ძალიან ბევრი მუხრუჭებისა, მაინც ამან გადაწონა. ხო, ამიტომ მე ჩემ აყურებელს ყოველთვის ვეუბნები, ნუ აყვებით რაღაცა იქ წარღვნა იქნება, ეს იქ მეორედ მოსვლა. იფიქრეთ პოზიტიურად, არაფერი არ იქნება. ყველაფერი კარგად აგეწყობათ ცხოვრება და თქვენს დიდხანს იცოცხლებთ ჯანმრთელად და ბედნიერად, ასე რომ
ყველაფერს მოევლება. ახლა მე მინდა უბრალოდ მივმართო იმ ხალხს, ვინც დაინტერესდა. ჯერ ვიტყვი ვასო ბოლომდე მაიცადე ჩაგეკითხები. აჰა, ოკეი. პირველ რიგში ჩვენ 20 მეტრს იმიტომ ვთქვით, რომ მეტის საშუალება არ გვაქვს ფინანსურად გადახურვა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანებს თავი არ აუდუღდეთ და მასალა არ დაზიანდეს, არის 60 კვადრატული მეტრი საერთოდ, თუმცა ის ჩრდილავს 20-25 კვადრატულ მეტრს. მაგრამ ამიტომ თუ კი გადახურვა იქნება მეტი, პოტენციალი მეცმუნეთ რომ არის ჰექტრები, ანუ მე რო აღარ ვიქნები, იმის მერე კიდე ბევრი თაობა იმუშავებს, გაიზრდება და ეს არის სანიმუშო ძეგლი საქართველოში ტოპ, ჩემი აზრით, ტოპ 3-ში შეიძლება შედიოდეს საქართველოში და ევრაზიაში პირველი ადამიანის ძეგლია, მეტი რა ვიცი რა გითხრათ. ხო, აი ამის თქმა მინდოდა შესაბამისად იქ ბაზაზე რაც ვასვამ თქვა ვეთანხმები, მის გარდა არის უამრავი ექსპედიცია, დმანისის რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი თუ კი საქართველოში რაიმე არსებობს, ყველა პერიოდში ადრეული პალეოლითიდან დაწყებული, დამთავრებული გვიან შუა საუკუნეებამდე, ბრინჯაოს ხანა საერთოდ აი ეგეთი მაგდენი გვიან ბრინჯაოს ნამოსახლარი, აი ხეთების დროინდელი, ასე ვთქვათ რა, ქალაქ სახელმწიფოები, მილიტარისტული ქალაქ სახელმწიფოების მეგალითები და ამ შემდეგ, აი სამშობლოა რა, ამდენი მე არ ვიცი, სადაც გორაზე ახლო და ქალაქი. ყორღანები პირდაპირ თქვენს თავზე არის ამ მთელი. ყორღანები გვაქვს თავზე, იმის იქით კიდე რაღაცა არ ვიცით, თუ მე პანტიანი ცოტა ზევით, იმავე პლატოზე არის პანტიანის ყორღანები. ნუ სამუშაო არ დაილევა, თავარია რომ სპეციალისტი გაიზარდოს, ეს არის პირველი ჩვენი დანიშნულება, იმიტომ რომ მოვიკოჭლებთ ახალი თაობაში, ახალი თაობა თითქოს ვეღარ მოდის არქეოლოგიაში, თუმცა ბევრს კი აინტერესებს, თუმცა გონია რომ ნუ ფინანსების ნაკულობის გამო რომ ეხლა პირდაპირ გეტყვით, შეუძლია მიმტანად იმუშაოს ადამიანმა და აიღოს მეტი ხელფასი, ვიდრე, აი რომელიც მარტივი სამუშაო, ადვილად საშოვნელი, მე კი არ ვაგნერ, მაგრამ შედარებით ადვილი საშოვნელია, ხო? ვიდრე აი ეს არქეოლოგიის დიპლომი, ესე გაიზარდო ამხელა ამდენი წელი ისწავლო და მიხვიდე სამსახურში და ხელფასი შეუსაბამო იქნება. და ამას უფრთხის ადამიანები. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეცნიერებს პირველ რიგში მეცნიერები იქნენ დაფასებული, იმიტომ რომ მათ ჩვენი გადასახადებით ეხდებათ ხელფასი და მეცნიერება, სადაც არის განვითარებული ქვეყანა მითხარი ვასო, განუვითარებელი მეცნიერებისა და განათლებით, ანუ ეგეთი რამე არსებობს. რა თქმა უნდა, არ არსებობს, იმიტომ რომ სწორედ ეს მეცნიერება ავითარებს. ეხლა თუ თქვათ ამ კბილით ჩვენ მილიონებს ვერ იშოვის ბიუჯეტი სახელმწიფოსი, სამაგიეროდ იშოვის პრესტიჟს, იშოვის ტურისტს, იშოვის სამეცნიერო ტურისტს, იშოვის ხარისხიან ჩამომსვლელ აქ ადამიანს, ბიდულოს კი არა, რომელიც დღეს შემოდის და გადის და ტიპებსაც კი არ უტოვებს იმას. უფრო მეტი რო გააქვთ ქვეყნიდან, უფრო მეტი გააქვთ, ხო და შემოაქვთ სიბინძურე, ხო? ეს არის ხარისხიანი ხალხი, რომელსაც განათლება, სინათლე, სისუფთავე შემოაქვს და ისევ ჩვენივე ახალგაზრდებს დაეხმარებიან ეს ხალხი, რომ საზღვარგარეთ მიაღებინონ გამოცდილება, როგორც შენ მიიღე და დაბრუნდი მე საქართველოში, მოიარე, ხო შეგელდო თავისუფლად ეხლა ეგერ ესპანეთში რამხელა ამბები მიდის, ხო, რამდენი რამე იპოვეს აგერისა. იყავ იმ ესპანეთში და მშვენივრად იქნებოდი, ხო, მაგრამ აი ბრუნდება ხალხი, როდესაც, იმიტომ რომ საქართველო არის აი სწორედ შენაერების გამო არის მიმზიდველი. შენ რო არ გეპოვა თქვა ეს ოროზმანი, იქ რო ის არ აღმოჩენილი იყო დმანისის ნაქალაქარზე ეს ფაუნა. ხო არც არაფერი, ხო, ნუ არ გვინო არ ეპოვა. იქ გვინო არ ეპოვა. ეს ხო ყველაფერი გვინო ხო არ გაიყიდებოდა ესე კარგად. ახლა ხორბალი, იქ თქვა ნიკარო თქვა ნეანდერტალელებზე რამდენ საოცარ რაღაცებს პოულობდა, ხო? თუ შაბრამის ჩვენი მეგობარი, ხო? ფუნდამენტური მეცნიერება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის და მარტო მეცნიერებისთვის, ეს არის მეცნიერება ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის პრესტიჟი. აბსოლუტურად გეთანხმებით. იქნება კარგი მეცნიერება, იქნება განვითარებული ქვეყანა და შესაბამისად ხალხიც კარგად იცხოვრებს, იმიტომ რომ კარგი მეცნიერები ისე გააკეთებენ, რომ
სახში ქვეყანაში არც დაბინძურებული საჭმელი იყიდებოდეს, ყოფითი დანო დავიწყოთ და არც ადამიანმა არ იცხოვროს ისეთ პირობებში, როგორ პირობებშიც არ შეიძლება რომ ადამიანმა იცხოვროს. ესაბამისად, უნდა მოეფეროთ მეცნიერებას, უნდა მოეფეროთ მეცნიერებს და დიდი რესურსი მეცნიერებასა და განათლებაში. განათლებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ხოლო ეს რესურსი, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, ჩემი მხრიდან გეტყვით, აი არქეოლოგიური რესურსი მაგალითად. ეს არის უზარმაზარი და ნამდვილად ვასოს სიტყვებს დავემოწმები, სწორედაც აქ ჩამოვა ისეთი დონის ტურისტი, რომელსაც ნამდვილად აინტერესებს ეს სიძველეები და არ აინტერესებს წვადის შეწვა რაღაცა ნაქალაქარზე, ხო და რაღაცა საზამთროების იმაში, გორაობა დინარეში, რომელიც ნამდვილად დაინტერესდება ამით და გაიტანს ამ ინფორმაციას და მეტი და მეტი კარგი დამთვალიერებელი, მათ შორის მეცნიერი ჩამოვა და ჩვენთან ერთად იმუშავებს. აი ეს არის რაც როგორც ხედავ მე თქვა აი ჩვენი მხრიდან მეცნიერების აი არქეოლოგიის მხრიდან როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს ძეგლები ამ ფულით კი მოხდეს ამის რესტავრაცია, იმიტომ რომ ყველაფერი არის სარესტავრირებელი და ბევრია ხალხო ან ეხლა აი ცხოვრობთ 21 საუკუნეში, რამდენი ნაგებობაა აშენებული, ხო? მართალია ამ ტემპებით არ აშენებდნენ, მაგრამ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანი ცხოვრობს სლამის 2 მილიონი წელია. 2 მილიონი წელია რაღაცა კვლავ სტოვებს. ახლა 5 მილიონი არ იყვნენ, ცოტა იყვნენ, იყო დრო რომ ბევრიც ვიყავით, ხო? აი მე-13 საუკუნეში, ახლა მე-13 ბოდიში გადავუხვევ, მე-13 საუკუნეში რომ დავდივართ და ვნახულობთ, იმდენი ნასოფლარია მონღოლების შემოსევამდე, როგორც ჩანს, ჭარბად დასახლებული არის ჩვენი ქვეყანა და ეს ყველაფერი მიწისქვეშ არის და მიუხედავია და მისახედია. ამას დიდი რესურსი ჭირდება და ეს თუ მიხედვილი იქნება, წარმოიდგინეთ, რა შეგიძლია შენ დაუტოვო როგორც შენ მომავალ თაობას და რა შეგიძლია ანახო შენ მსოფლიოს, ხო? მით უმეტეს ისიც საინტერესოა, რომ დიდი ხანი, ანუ აი ეს მე გენეტიკური ჯგუფები, ახლა მაგას მე შენ კარგი სპეციალისტები გავს გენეტიკოსები, თუმცა ძირითადად აი ადრე მოსული გენეტიკური ჯგუფები, აი სამხრეთ კავკასიელი მონადირე შემგროვებლები და აი კოტიას იმერეთის მღვიმიდან არის. მღვიმიდან კაცი და ანატოლიელი ფერმერები, ანუ მიწათმოქმედების გენის გამგზელებელი ხალხი დღესაც ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. აი ერთი პირდაპირ გეტყვით გვარს აი გუგუშვილები, პირდაპირ კოტიას ხაზი არიან. წარმოგიდგენიათ, ანუ რა 9000 წელია გასული. და ეს მე მქონდა იმას. ძლიერი, მაგრამ დომინანტი მარგოტია დიდი ჯანიანი კაცი იყო. მონადირე შემგროვებელი და ნუ ისეც გაგრძელდა, რაშია საქმე, რომ თან ჩვენთან ბევრი ცივილიზაცია მოვიდა, წავიდა, ბევრი რაღაც შეიცვალა, მაგრამ კიდე არსებობს ეს ძველი ეთნოსი, ეს ჩვენი ეთნოსი, რომელსაც აქვს ძალიან მყარი კულტურა და შენ ამას ის უფრთხილდებოდა ამდენი წელი, იმიტომ არსებობს. ამ კონტექსტში გავიგებდით ხო ვერაფერს, რომ ეს არ იყოს, თქვა. ეს კვლევა რო არ იყოს დნმ-ის კვლევა, რომელიც თან კოტია არის, სწორედ ის სამხრეთ კავკასიელი მონადირე შემგროვებლები, რომელიც იყო ნაკლული ჯაჭვი ევროპის პირველი მოსახლეობისა, ანუ ევროპის მოსახლეობის ერთ-ერთი ხო მეოთხე ჯაჭვი, აი ანატოლიელ ფერმერები და კიდე ეს სამხრეთ კავკასიელი მონადირე შემგროვებლებიც არიან, ასე რომ ნამდვილად ევროპელები ვართ. მინდა საწორბლის ადამიანის ეს ზაფხულზე იქაც არის ადამიანის დნმ და ისიც ეს ჯგუფიც რა მოკლედ ძალიან საინტერესო ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, ძალიან საინტერესო წარსული გვაქვს, მაგრამ არასათანადოდ ხდება მისი შესწავლა, აი არასაკმარისი შესაძლებლობების გამო და რაც უნდა გამოსწორდეს, რაც უნდა იყოს ალბათ ერთ-ერთი დიდი ვალდებულება თანამედროვე, არ ვიცი, სახელმწიფოსი. აი ერთადერთი აი ეს გადახვევა გავაკეთე და მფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი და რა ვიცი, რადგან სახელმწიფო ამას არ აკეთებს, ალბათ კერძო ინიციატივა, როგორც შენ თქვი, თუ ჩაერთვება ამ საქმეში, ეს არის მართლაც საშვილიშვილო საქმე, ხალხო, რა ვიცი, თუ რაღაც იქნება ვინმე გამოთქვათ სურვილი რომ დაეხმაროთ კონკრეტულად ამ ექსპედიციას, ეხლა უამრავი სხვა ექსპედიციაც არის, ხა მე სულ ამბობ, რომ საოცრება ხდება საქართველოს მართლა. წარმოუდგენ
ჯერ ბიომრავალფეროვნების მხრივ რაღაცა საოცრებები გვაქვს, ხო? იქ საერთოდ რეფუგიუმები გვაქვს, სადაც ახალი სახეობები წარმოიქმნება და რჩება იმ ადგილებში და ისეთი ენდემები გვყავს და ისეთი ისა ის სიმდიდრე გვაქვს და ამას ჩვენ ვერ ვხედავთ უბრალოდ, იმიტომ რომ არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენი განათლება სამწუხაროდ არის ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით არის ძალიან დაბალ დონეზე. ეხლა სკოლაში არ გვასწავლიან ამ ბიოლოგიას, გეოლოგიაზე, გეოგრაფიაზე, ეხლა გეოგრაფია შეიძლება ვიცოდეთ ავსტრალიასა და მაგრამ საკუთარი გეოგრაფია არ ვიცით ჩვენ. არ ვიცით არა. ხო, არ ვიცით დმანისი რატოა ცივი მაგალითად ზამთარში და რატო კიდე ჯავახეთი რატო იყინება საერთოდ ამ ეს ბევრი საინტერესო რაღაცა გვაქვს. რატო არ არის ხეები იგივე სიმაღლეზე, ამხელა ქვეყანა ეს ხო არ არის კავკასიონზე არის ხო, ნუ აი მაგალითად ხო. უპატარავესი ქვეყანა რო დახედო რუკაზე არა ჩანს და ყველაფერი გვაქვს და აი ეს ყველაფერი არის შესასწავლი. ველოდება, ხო, ასე რომ ახალგაზრდებს ვეუბნები და პოტენციურ თქვათ დამხმარეებში აი ესეთი აუცილებლად კერძო სექტორი მოკლედ უნდა რაღაცნაირად უნდა მივიდეს იქამდე ჩვენ აქ ვილაპარაკეთ ადრეც რომ ეს არის ქართული ის რა ქვია ნოუ-ჰაუ რო კერძო სექტორი დაეხმაროს მეცნიერებას მთელი მსოფლიო ესად 80% დაფინანსებებისა მიდის კერძო სექტორიდან. ეხლა რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, აი დღევანდელ საქართველოშიც კი, ნამდვილად ფინანსდება გარკვეული ექსპედიციები, გარკვეული კვლევები, მაგრამ არ არის ეს საკმარისი არც ექსპედიციები და არც კვლევები, მე იმის თქმა მინდა. და ნუ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ ჩამოკიდებული ვართ, როგორც გითხარით, საველე სკოლაზე და კერძო სექტორზე და მეგობრებზე, აი დავწერე ახლა მეგობარმა რაღაცა ინიციატივით შემოვიდა 3 დღე ორ ცხობილებს გაგვიკეთებს. ნუ ესე სიკეთე გადამდებია, ხო? ეს ძალიან კარგი ტონუსი იქნება ჩვენთვის. რამდენიმე კომპანიამ გითხრა, რომ საწვავით მოგომარაგებს შესაბამისად ნაკლები თანხის გადახდა მოგვიწევს საწვავში. კიდევ ერთი სიკეთე გვაქვს კაცო ბარი და თოხი რო გიყიდო მხოლოდ და ხო, ეგეც ნუ ეგენი მოვასწარით უკვე. ვიყიდეთ თუმცა რადგან 30 კაცი 60 დღე უნდა ყავდეს სადღაც 25-30 კაცი ერთლიანად ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამიტომ აი ამ ხრივ ჭირდება ხოლმე საზოგადოების დახმარება თუმცა ასევე სხვა ვოლონტიორიზმით აი წარმოიდგინეთ რომ დაგვეხმარონ აი კონტეინერის ერთი კონტეინერი გვინდა სამშენებლო კონტეინერი ველზე რო გქონდეს იმიტომ რომ რადგან ტაბორი ვართ, უკვე ტაბორობა ეს ბოშათა ბანაკობა მოვირგეთ და რო ჩავსტენით ამ ხალხს ამ მანქანებიც არ ყავს, ერთი ყავს ჩემი მანქანა, მეორეს ქირავთ, რომელიც ძალიან ძვირი გვიჯდება 60 დღით მარშრუტკის ქირავობა იგივე რაჯდება და ალბათ ცოტა რო დაამატო იყიდი. მაგრამ ეს დასამატებელი ფული არ გვაქვს და ის ნაქირავი ფული კიდე ჩათვალეთ რომ ცეცხლში ვყრით რა, ნუ იმპულს კი 60 დღე გადაგვიყვანს A პუნქტიდან B პუნქტში, მაგრამ ნუ ექსპედიცია საკლდება. იმ ფულით ჩვენ ერთ 5 სტუდენტს კიდე კარგად გამოვზრდიდით, რომ გზაზე დავაყენე. ბოლო-ბოლო თუ მოუნდებოდა არქეოლოგობა, კაი არქეოლოგი დადგებოდა. თუ არ მოუნდებოდა, მთელი ცხოვრება იმახსოვრებოდა. საოცარი გამოცდილება. ეს თავგადასავალი და გამოადგებოდა კიდეც ალბათ ნებისმიერ წამოწყებაში აი ეს საკუთარი ძალების და თავში დარწმუნებაშიც თუნდაც რომ საკუთარი ძალები იწმუნოს. ამიტომ გვინდა ერთი ძველი მარშრუტკა, მინივენი, რომელზეც ნეტა ვინმე მან გვათხოვოს 2 თვით, ან გვაყიდინოს, ან რაღაცა 2 თვით, ძველი მინივენი, აი 8 კაცი რო, 8-9 კაცი რო სასტუმროს ბაზიდან, ნაქირავი ბაზიდან, მოგეთ იმასაც ქირავთ, რომ გადავიყვანოთ ველზე და გადმოვიყვანოთ. ფეხით შეუძლებელია ახლა 5 კილომეტრში 40 გრადუსში ახლა წამოსვლა, ნუ 5 აქ. ბევრია, ხო? აი ესეთი მინიმალური ის ჯიხური, სამშენებლო ჯიხური, სადაც იმ მასალებს დავდებთ, დავტოვებთ და იქვე დავარესტავრირებთ. ძალიან ძნელი ცით 2 მილიონი წელი მიწაში რო იყო, ამას რო ამოიღებთ. ამას მზის ხივი მოხდება, ტენიანობა იცვლება, სხვა ტენში იყო, ის ბზარვას იწყებს. იქვე თუ არ უმკურნალე მას სპეციალური საშუალებებით, არ შეაწეპე, არ გაამაგრე, უკვე მანქანაში ჩადებ, აი წაიღებ და უკვე იშლება. აი ეს რო არ დავკარგოთ, ეს კრიტიკული მომენტი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სამშენებლო ჯიხური არის გადარჩენა, რომ შიგნით უკვე ჭდილში წყნარად ერთი სპეციალისტი იჯდება
უმკურნალებს ამას ფოტოს გადაუღებს რა მდგომარეობა, პირველად მდგომარეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იცით რატო მე შეიძლება რაღაცები მოძურეს და დეფორმაციას განიცდის ამ განიცადოს დეფორმაცია, უბრალოდ დაიშალოს, ეგეთი ისიც ქონია და არ დროს მაშინ რატო ამოიღე მიწიდან ის კითხვა ყოფილიყო, ხო? და რადგან ამოვიღეთ, იმიტომ რომ გამოიგვლიოთ, ჯობია რომ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია ამოვქაჩოთ მისგან, ამიტომ აი ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეგ გამოწვევა გვაქვს, ხო? და შელტერი რო გავადიდოთ, რა დრო ვიძახით 25 კვადრატს ვთხრით, თქო. გვინდა რომ უფრო მეტი გავთხაროთ, შეგვიძლია 100-იც გავთხაროთ, 50-იც გავთხაროთ, თუ კი მარტივ გადახურვას მივამატებთ, რაღაც სამშენებლო კომპანიას თუ მოუნდება რომ ამით დაგვეხმაროს რომ ერთი კადრებში ხედავენ მაყურებლები ახლა როგორი ტიპის გადახურვაა იქ და რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან 4 ბოძი რა, რეალურად 4-6 ბოძი და ფერმული კონსტრუქცია, რომ არც კედლები არაფერი არ უნდა, უბრალოდ წვიმამ და მზემ არ დააჭიროს იმ არქეოლოგიურ ფენებს და შესაბამისად იმ სტუდენტებს უკვე არის ესეთი რაოდენობა, რომ უკვე დიდი ტერიტორიის მოცვა გვეუბნება უფრო მეტი ინფორმაციის ამოღებას და უფრო მეტჯერ ჩვენი ქვეყნის სახელის გაჟღერებას. კი იცით, სადაც არ მგონია ვერ ვიხსენებ, რომ ესეთი მაღალი დონის პრესაში ჩვენი აღმოჩენები რო გაჟღერდა, რამე კიდე თუ გაჟღერებულა ჩვენი. თან იმავე დღეს და იმავე მეორე დღეს უკვე ყველაფერი ესეთი breaking news-ის იმაში იყო და და ამიტომ რა ვიცი, არის ეხლა იქ მაღალი მთა და მზეში მუშაობა იქ ძალიან დისკომფორტული კი არა, საშიში. გადახურვის გარეშე იქ მუშაობა უბრალოდ ჯანმრთელობისთვის არის საშიში, იმიტომ რომ ეს გამოსხივება საკმაოდ მაღალი. რადიაცია არის ძალიან მაღალი. რადიაცია ძალიან მაღალია, იქ სუბთა ჰაერია, პლუს მაღალი თვითონ მაღალზე არის ეს ადგილი და დარტყმა მზის გარანტირებული აქვს ადამიანს თუ რაღაცა არ შეაფარა თავი და ისე არ იმუშავა. მით უმეტეს მუშაობაში ხა მე ხშირად დამართნია ესა. ისე გადის დრო და ამას მით უმეტეს თუ რამეს პოულობ, საერთოდ აღარ გაინტერესებს ზეგანათებს თუ მეხი გეცემა იმ მომენტში შეიძლება ცხვირით ჩაეჭო. კი, გაზოცხვირით და რა ვიცი, დაწოლილი და რა ვიცი, რას არ ვაკეთებდით ხო, როცა რამეს ვიპოვიდით ხო, საოცრებაა და აი ეს ბედნიერების გზნობა განიცადონ ახალგაზრდებმა და აგერ ნახავთ ძალიან ბევრი წაყვება არქეოლოგიას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ვასო, ძალიან დიდი იმედი და ამიტომ აი ეს ყველაფერი იმისთვის ვისაუბრეთ, რომ აი ამ ყველაფრის შესრულება რაღაც დონემზე რო შეძლოთ, რაც გეგმაში გვაქვს, რომ კარგი შედეგები მივიღოთ ისევ და ისევ. მოვიფიქრეთ ისეთი რამ, რომ რადგან არსებობს ერთვიანი სკოლა, საველე სკოლა და ეს საკმაოდ. ხო, აი ხა მოდი ამ საველე სკოლაზე ცოტა დაწუნებულად. ხო. აი თავიდან დავიწყოთ. ანუ ეს საველე სკოლა უკვე არსებობს. კი ბატონო, წლებია. ხო, წლები. აი მოდი დაიწყე ეს წლებია რა ხდებოდა და რა საკეთებდით ამ საველე. რა ხდება ზოგადად რა. დავიწყებ იმით, რომ როდესაც მოკლედ 2020 წელს 19 წელს ვიპოვეთ ეს აღმოჩენა და წარუდგენეთ არქეოლოგიურ საზოგადოებას, მოვითხოვეთ დაფინანსება, რათა პირველი გათხრები ჩაგვეტარებინა, უბრალოდ რომ გაგვესუფთავებინა ადგილი. იყო დაპირებები, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ამას არ მოყვა არანაირი მოქმედება დავრჩით დაფინანსების გარეშე. მერე იყო პანდემიის 2 წელი, 19-20 და 21 წელს მოვიფიქრეთ ესეთი რამ, რომ გაგვეკეთებინა არქეოლოგიური საველე სკოლა. არქეოლოგიური საველე სკოლა არის მარტივად რო აგეხსნათ ის ამბავი, რომ ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18 წლის ზევით, ვისაც აინტერესებს არქეოლოგია, ჩამოდის ამ არქეოლოგიურ სკოლაში, იღებს ფუნდამენტურ განათლებას, სწავლობს მეთოდოლოგიას, როგორ გათხაროს, რა თქმა უნდა, პირდაპირ იმაში კვადრატში არ ვსვავთ და მნიშვნელოვან რაღაცას არ ვანდობთ. ვანათლებს თეორიულადაც, პრაქტიკულადაც, იარაღების გამოყენებას ვასწავლით. მერე ის უკვე სწავლობს ასევე ლექციებს ისმენს ქართველი და უცხოელი მეცნიერებისგან და კონკრეტულად პროცესში ხდება არქეოლოგი. და ერთი თვის შემდეგ უკვე ბრუნდება საერთოდ სხვა ადამიანი. შედეგები გქონდა პირდაპირ სიამაყით ვიტყვი, ვიდეოებიც არის ჩვენთან. ჰარვარდში ესე იგი მაგისტრატურაზე
მიიღეს ჩემი სტუდენტი, ჩვენი არქეოლოგიური სკოლის სტუდენტი, ვაშინგტონის უნივერსიტეტში მიიღეს, კალიფორნია 2 უნივერსიტეტში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ყველაზე ტოპ უნივერსიტეტებში და თანაც მადლობის წერილები მოგვდის ხოლმე, რომ ამ სკოლის მერეო ისეთი ცოდნა მივიღეთ, რომ სტიპენდიები დაგვინიშნეს სამაგისტრო საფეხურზე აყვანის დროს. ის კი არა, ხალხი ოცნებობს, რომ მაგისტრატურაში დააწყებინონ სწავლა ესეთ მაგარ უნივერსიტეტში და ამათ კიდე სტიპენდიები დაუნიშნეს ზევიდან. ეს ჩემში და ჩვენი გუნდის წევრებში სიამაყის გზნობას იწვევს, რომ ესე იგი საკმაოდ კარგი განათლება მივეცეთ და ამას პლუს ეხმარება ის, რომ ისინი მუშაობდნენ ძალიან მნიშვნელოვან დღევანდელ ცხელწერტილში არქეოლოგიის, ანუ ადამიანთა შესწავლის. და მოკლედ ამითი ვაფინანსებთ ყველაფერს და ეხლა რა ხდება? ვასო, აი ეხლა უკვე ახალი პროექტი მინდა წარვადგინო შენი მაყურებლების წინაშე. ჩვენ 2026 წლისთვის ჩვენმა ოროზმანის საველე სკოლამ მოვიფიქრეთ ასეთი პროექტი, რომ ყველა საქართველოს მაცხოვრებელს ეს მოქალაქე იქნება თუ სტუმარი, კონდეს საშუალება, რომ სურვილის მიხედვით, რა თქმა უნდა, რომ გაიაროს ორკვირიანი არქეოლოგიური საველე სკოლის კურსი, ეს არის კომერციული, რა თქმა უნდა, და მისი გადახდილი თანხამთლიანად მოხმარდება ჩვენს კვლევებს და რას მოიცავს ეს ოროზმანის საველე სკოლა 2026. პირდაპირ სტუდენტების ნაკადთან ერთად ჩამოდიან ეს ადამიანები, ანუ მოკლედ შეკრების ადგილი გვაქვს ეროვნული ბიბლიოთეკის სკვერში, უფრო განმარტო. მივდივართ არქეოლოგიურ ბაზაზე, სადაც ესე იგი ამ ახალ ხალხთან ერთად, ვინც თბილისთან შემოგვიერთება, ასევე იქნებიან სხვა სტუდენტები, უცხოელი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და ასე შემდეგ. და იქ ვასწავლით სულ ყველას ამ მეთოდოლოგიას, როგორ უნდა გავთხაროთ, იარაღების გამოყენებას, სხვადასხვა ლექციებს გაივლიან სხვადასხვა დარგში, პალეონტოლოგიაში, არქეოლოგიაში, ქვის ხანის პალეოანთროპოლოგიაში, გეოლოგია, ესე იგი მეოთხეული გეოლოგია, პალინოლოგია, უამრავი საინტერესო ლექცია ქნა დათარიღებების შესახებ, იზოტოპური ანალიზების შესახებ, აი თითოეული ლექცია მერწმუნე რომ აი კარგი გადაცემათ რო გავუშვა, ალბათ ძალიან ბევრი ისე წარმოვიდგინე. ნახვა, იმიტომ რომ პროფესიას წარადგენს ძალიან კარგი იმ პროფესიის წარმომადგენელი მეცნიერი ცდილობს რომ აი 2 საათში წარადგინოს აი და მე ვიცი ასევე რომ შენ ონლაინ თქვა უცხოეთიდან ჩართვებიც იქნება მეცნიერების ესეც არის ხო? პირდაპირ გურუების ასე ვიტყვი იმ მეცნიერების რომლებსაც აი National Geographic-დან და Discovery-დან ვიცნობთ, აი ძალიან ცნობილი მეცნიერების აი რაც დროს გავჩდინ. დაგუგლვა თუ არ დაგეზარებათ, აი მაგალითად მიკაელ ფორტილიუსი, აი ლეგენდა ფინელი, რომელიც ოლდუაის ხეობაში და პალეონტოლოგი რა, ძალიან ძლიერი არის ნიკოლას ტოტი და კეტი შიკი ცოლ-ქმარი, რომელიც აი ძველი ამერიკული სკოლის, ესენიც აი ოლდუაის ხეობაში, ანუ კაცობრიობის აკვანი სადაც არის, აი იქ გაიზარდნენ, მერე ჩინეთშიც იმუშავეს, ევროპაშიც იმუშავეს და აი ყველგან ახლო აი აზიაშიც იმუშავეს და დვანისშიც მუშაობენ. უკვე ასაკში არიან, მაგრამ ძალიან აქტიური არქეოლოგებია, დიდი კვლევები აქვთ. არის მაქს პლანკის ინსტიტუტიდან კბილის იზოტოპურ ანალიზებს როგორ აკეთებენ და კვების რაციონი რო სვანტე პააბო ცნობილი ნობელის პრემიის ლაურეატი და რა ვიცი. კი ბატონო, აი კიდევ ჩვენი მეგობარი და უდიდესი გულშემატკივარი არის იან ტატერსალი, მარტო ეს სახელი და გვარი არის ნიუ-იორკის ბუნების მუზეუმის დირექტორი იყო, ეხლა არის ემერიტუს პროფესორი და ძველი პლეადის, აი უდიდესი პალეოანთროპოლოგი, პრიმატოლოგი. არ ვიცი, აქ ცალკე ესპანელები, ფრანგები, ფინელები, მოგეთ ყველა ქვეყნიდან ისინი მეგობრობის ამბავში და ჩვენს ხარდასაჭერად, ჩვენი პროექტის ხარდასაჭერად ამაზე მოდიან და მართლა ამ ადამიანების ლექციებზე მოხვედრა, ისე შეიძლება დაამთავრო არქეოლოგიის, ისე აი ყველაფერი გაიარო, ვერ მოხვდე, თუ მაინც და მაინც რაღაცა
მაგარ უნივერსიტეტში არ მოხდა. აგერ თვითონ ის შენთვის კითხულობს ამ ლექციას, მე კითხვებზე პასუხს გცემს. ან ადამიანურები არ მერწმუნეთ ეს ყოველთვის არ არის აუცილებელი, რომ თუ ცნობილი და ადამიანი ხარ დიდი რაღაცები გაგიკეთებია, რაღაცა უკარება იყო და ეს სტერეოტიპი არის რაღაცა მოგონილი ეს მე მგონი რაც უფრო цаრიელი ადამიანი უფრო цаრიელ ადამიანებს ახასიათებს ეს თვისებები იმიტომ რომ ყველა ჩემი მასწავლებელი მართლა გამემართლა ეხლა დმანიშის რა ესეთი მასწავლებლები ყავდა და პირიქით გულში გვიკრავდნენ და რაც ოდნავ გქონდათ პირიქით აი გადმოგცემდნენ და ნებისმიერ სულელურ კითხვაზეც კი აი ეს არის ალბათ დიდი მეცნიერის განსხვავება პატარა მეცნიერისგან რომ სულელურ კითხვაზეც კი კარგად უნდა გიპასუხოს ხო აი ეს მისთვის აბსოლუტურად აი მიუღებელს და კი არ უნდა დაგცინოს და რაღაცა ხო აბუჩად აგიგდოს აი ეს აჩვენებს ადამიანი ხო და აი ასეთი გარემო გვაქვს შექმნილი და შესაბამისად 14 დღის განმავლობაში თხრით ერთად ცხოვრობთ ერთად ვიძინებთ ვიღვიძებთ ამის გარდა აუცილებლად საღამოობით არის არაჩვეულებრივი ქართული ბუნებრივი ღვინოები რომელსაც ქართველი ცნობილი მეღვინეები გვიგზავნიან თავისი პატივისცემის დასტურად მუსიკას უსმენთ საუბრობთ ძალიან პური დვანისის პური სვანური სამზარეულოს ესე იგი მარგალიტები სამი სამზარეულოა ჩვენ ყველაზე მაგრა გაგიმართლა იმიტომ მეყავს ქვემო ქართლი რომ აი ესე იგი ქვემო ქართლური სვანური ერძები და აზერბაიჯანული კიდე ჩვენი ტკბილი აზერბაიჯანელების და თან ყველა თემი გიждდება ამ ჩვენ ექსპედიციაზე იმიტომ რომ ისინი გძნობენ რომ სოფელი რომელიც არავინ არ იცოდა და მხარე დღესაც სამწუხაროდ მიუხედავად სიმდიდრისა ტურისტულად ძალიან მიტოვებულია რა მიხედვით ახლა გზები არის აი არჩეულებრივი გზა არის მაგრამ ტურიზმის ამბავში არის ჩავარდნა და ვფიქრობთ რომ და რო წამოვიდა ხალხი ამ ინტერესს ამ სამეცნიერო ინტერესი ძალიან უხარიათ ამათაც და აი ჩემი სიამაყით მინდა გაგიცხადოთ რომ ოროზმას აი ეს თვითონ საზოგადოება იცავს ჩვენ რაღაც ყარაული კი არ გყავს იქ და რაღაცა ყველა მიცის რომ ამას არავინ არ უნდა ახლოს ხელი იმიტომ რომ მისი შესწავლა პირდაპირ დაკავშირებულია ამ რეგიონის განვითარებასთან და მოგეთ აი ეს ტიპი რაღაცები ხდება და სწორედ აი აქ გვინდა მოვიწვიოთ საზოგადოება და პირდაპირ ტიკეტი დაგვეხმარა ამაში და პირდაპირ ბილეთი არის რომელსაც მე აღწერაში აუცილებლად დავტოვებ თუ როგორ რანაირად შეიძლება დაკავშირება შენთან ხო ესეთი დაწვრილებთ ინფორმაციას უკვე მიაწვდით თქვენ ეხლა შენ რო ამბობ საზოგადოების და ერთსაც ვეთქვი ხო ბარი რომ მოგეთ ვისაც გიოცნებიათ არქეოლოგიაზე და მე მიყვარს ძალიან ხშირად სტატისტიკების კითხვა და რა თქმა უნდა გასვით კოსმონავტობაზე უოცნებია ზოგს პოლიციელობას ზოგს მეხანძრეობაზე თუმცა არქეოლოგიაზე ყოველი მეხუთე თუ მეშვიდე ადამიანი ოცნებობს ხო და სწორედ არა როგორც ტურისტი და შორიდან მაყურებელი პირდაპირ უშუალოდ არქეოლოგიური გათხრების მონაწილეს შეგიძლია გახდე და აი სწორედ აი აქვე პატიჟებით და ეს იქნება 2 თვე 5 ივლისიდან დაიწყება და 15 დღე გაგრძელდება, მერე ესე იგი ივლისის 7-დან აგვისტომდე, მერე აგვისტოს დასაწყისიდან, ანუ 4 სასრებთ, ხო. 4-15 დღიანი სეზონის საშუალება არის. ერთი მხრივ ისინი ჩვენ გვეხმარებიან ფინანსურად, ფიზიკურად ჩვენ მათ ვიც მოდის და ჩვენ ანუ აი თავის გადასახადით ჩვენ კი მათ ვაძლევთ იმას, რაზეც მათ უოცნებიათ და ახალ ცხოვრებას ვაჩვენებთ. ცოტა აი როგორია ყველაფრის დანახა სიღრმისეულად, აი ყველა ნივთი, იმიტომ რომ იქ ისეთი სპეციალისტები და ამის მარტო როზმაში არ ტრიალებთ. გასვლები გვექნება დვანისი, ნაქალაქარები, რეგიონები, დაზვერვები, სულ ახალ რაღაცებს მოვძებნით, ახალ წერტილებს გავსიჯავთ, პალეონტოლოგიური ადგილ საპოებლებია ვასო შენ კარგად იცი იქა რომელიც სანახავია და მოკლედ ფაქტიურად რაღაცა ერთი დიდი კარგი უჯრედი კი არა დიდი ზონა გემატება ნეირონების დიდი განვითარებული ზონა ტვინში რომელიც გასწავლის კიდე სხვანაირად აზროვნებას და გარდა იმისა მინიმუმ მოგწყვიტავს თანამედროვე რთულ სტრესულ გარემოს, იმიტომ რომ იქ არ არის, იქ ფიქრობთ მეცნიერებაზე, ფიქრობთ ბედნიერებაზე და
ვფიქრობ წარსულსა და მომავალზე და ერთმანეთის მოფრთხილებაზე. ძალიან თბილი გარემო არის, მე დავამატებ, რომ მე მხოლოდ ერთი დღე ვიყავი შენთან ერთად, ფაქტიურად ჯერ ნახევარი დღე ვიყავით ოროზმანში, ხო, იყო საკმაოდ არ იყო კარგი ამინდით, ან ადრე დაბნელდა ყველაფერი, მაგრამ ის რაც მე იქ ვნახე, სამზარეულოდან, კარგი ღვინიდან, ღვინოთ ამით დამთავრებული, მოდი ესე ვიტყვი, დაწყებული, თქვათ, აი თვითონ ჭრილის, გეოლოგიური ჭრილის, სადაც ეს ყველაფერია ნაპოვნი, შემდეგ ჩვენ გადავედით აი ყორღანების ველზე, შემდეგ აქეთ წამოთ. ანუ იმ რამ 2-3 საათში მივიღე მე უზარმაზარი ეს ენდორფინების რა ვიცი, დოზა და ეხლა წარმომიდგენია მე მან რო ცხოვრობდი, აუცილებლად წამოვიდოდი და შენს გვერდზე ვიქნებოდი. აი ძალიან გამიხარდებოდა, თან დაგვეხმარებოდი. მე მეკითხე ახლა ხო მე შენი ცოდნა პირდაპირ ექსპლუატაციას გაგიწევდით როგორც დიდი სიამოვნებით მე მიყვარს ცოდნის გაცემა უფრო ვიდრე არ მიღება მიყვარს და მე გაცემა, მაგრამ ხო და ეს ძალიან ის არის რა ხალხო მართლაც რა ვიცი თუ ესე დაქოქვა გჭირდება, დღე ჩემთვის დასაქოქი არქეოლოგიაზე კერამის წიგნი იყო, ჩვენ დროს სხვა არაფერი არ იყო, ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები, რომელმაც მომწამლა და ნუ ორი ვარიანტი მქონდა, ან არქეოლოგი უნდა ყოფილიყავი, ან ბიოლოგი და ბიოლოგიამ გადაწონა და მაგრამ მაინც იქით არქეოლოგებთან ხო, მაქვს, ხო, ნუ მაინც ხო არქეოლოგიური ბიოლოგია გავჩითე, ხო, ესე ვთქვა, ხო. ანუ შევათავსე ეს ყველაფერი და რა ვიცი მოგეთ ზაფხულის ორი კვირა ბატონო ვასო არის ორი ვარიანტი წახვიდე იქ სადაც ნამყოფი ხარ იჭკუმპალაო რაღაცა და აქ რამხელა რაღაცას იყო აქ შეუულებრივია და თან ისვენებ ეხა მე არ გეუბნე ეს არ არის რაღაცა მონათა ბანაკი და ძალიან თავისუფალი გრაფიკია თუ არ მოგეწონა დაბრუნდები არა დაბრუნდები ახალ ბაზაზე ეგ საიკითხავ რაც გინდა არა თბილისში დაბრუნდები ხო თუ ძალიან ხო ეს ეგ არის მაგრამ ახალ მეგობარს შეიძენ ყველაფერს თავი დაანებებ ვიღაცამ შეიძლება საცოლე იყოს ვიღაცამ პირიქით ო ეხა ექსპენსივ ზახშირად ხდება აი ბიუროსთან იქ არის ქორწინების ბიურო და იმასთან ხა შეგულება უნდა რატომაც არა შეგავთი გავუკეთოთ ხო არქეოლოგიური ოჯახები ხო მოგეთ აი ეს ძალიან დიდი კარგი ოჯახი არის მრავალ კულტურული და თან ყველა თავის ნიშს ყველას ვაძლევთ საშუალებას თავისი ნიჭი გამო არ ვიცი შეიძლება კაი მზარეულია შეიძლება კაი ხატვარია შეიძლება კარგი განსაკუთრებით ჩემი ოცნება იქნება რომ რესტავრაციის მცოდნებიც თუ გამოგეხმაურებიან იმიტომ რომ მათ კარგი ხელი აქვს დანტისტები თბილის ექიმები ყველა შეუძლია მთავრია ჯანმრთელი ადამიანი იყოს რომ ეგ შეეძლოს მუშაობა 5-6 საათი თქვა გადახურვის ქვეშ და რაღაცა მინიმალური არაფერი საბობღაო და საძრომიალო იქ ჩვენ არ აგვი მიყვა მანქანით წამოხვალ თუმცა მე გასულები გვექნება სადაც ხეობებში ვლით მდინარეებიც არის ხა ზღვა არ არის მაგრამ ორი მდინარე გვაქვს საბანაო ჩვენი არის სუფთა მდინარეებია თან მან დაბიძურება ფაქტიურად ჯავახეთის ქედიდან მოდის წყალსდალე ისეთი მდინარეებია კალმახებით სავს რა ძალიან იშვიათია დროს უკვე საქართველოს სამწუხაროდ კი ბატონო გიორგი აი ამ იმის ახლა კერამი თქვი მე ღმერთები აკლდამები მეცნიერები მაგრამ შენი ტურები ხო ხო არ შეიძლება თქვა ადამიანისთვის იყოს მოდი ამ ტურებზე ვისაუბროთ მაგრამ აი ესეთი თქვა დამაინფიცირებელი რომ აი შეგეყარა დაავადება იმისი არქეოლოგიის რომ აი თქვა წამოვა შენთან ერთად ადამიანი რომელსაც შენ უმაგრეს ტურებს ატარებთ რომელიც ბევრი დრო აღარ დაგჭა შენ ხო ორი კვირა გაქვს ამ ტურების ხო აი 14 ივლისამდე ალბათ ხო 14 ივლისამდე და ნო ხო და თუ კაი ამინდები გამოვა და რაღაცა მე მაგალითად ჩემს მაყურებლებს ურჩევ იმიტომ რომ მე ვიყავი შენთან ერთად ტურზე და ეს არის აი რა ვიცი 7-8 საათი მე ვიყავი მეცნიერ არქეოლოგიაში ჩაძირული ეს ბოლნისის უნიკალური მუზეუმიდან დაწყებული მართლა ძალიან მაგარი მუზეუმია საოცრად გაკეთებული შემდეგ თვითონ დმანისის იმ ნაქალაქარის მანამდე კიდე ვიყავით იმაზე ციხეზე ქვეშზე ვიყავით ერთად ხო გენიალური საოცარი ხედებია ხო და მე თვითონ ის დმანისის ნაქალაქარი სადაც ეს ყველაფერი არის ნაქალაქარი თავისთავად საინტერესო და
ერექტუსები ცალკე, მე ოროზმანი და საბოლოოდ აი ეს ულამაზეს სვანურ ოჯახში დამთავრებული უგემრიელესი სუფრით და უგემრიელესი ღვინოებით დამთავრდა ეს ჩვენი ტური. და იყო ძალიან საინტერესო, ძალიან ინფორმატიული, ვინც ვიყავით, მოკლედ მეორე დღეს უზიარებდით ერთმანეთს აი ჩვენ შტაბ-ეტილებებს და ამის შესახებ მე მაქვს ვიდეო გადაღებული, აი ეგ ნახეთ აუცილებლად ამ ბმულის მიხედვით და თქვენ ნახავთ თუ რამდენად დიდი ორი ვიდეოა. რამდენად დიდ ინფორმაციას მიიღებთ და ის რაც ვიდეოში ჩანს, ეს არის იმის მე-1000-დი, რასაც იქ შეიგრძნობთ, როდესაც იქნებით ადგილზე და აუცილებლად დაუკავშირდით გიორგის და ამ დაკავშირების ბმულებს მე დავტოვებ აღწერაში, აუცილებლად ჩანდით აღწერაში ვიდეოსი და იქ ნახავთ და გამოიყენეთ ეს შანსი და შემდეგ თუ მოიწამლებით ამ ყველაფრით უკვე ორი კვირით შეგიძლიათ წამოიღოთ. და კიდე ხო საინტერესო. მართალი ხარ ვასო, რამდენიმე კი არა, ყველა ტურიდან ვიღაცა მეუბნება რომ წამოვა გათხრებზე. და კიდე არის ის რომ ძალიან გამიხარდა რომ დავამატე გავრისკე და კარგად მე მიმუშავია ნეოლითში შესაბამისად რადგან მიმუშავია ცოტა დიდი ხანი არა გავრისკე და ამაზეც დავიწყე ლაპარაკი და აი ეს პირველი ღვინის ამბავი და პირველი ესე იგი მოშინაურებით თბილი ხორბლის ამბავი რომელიც უკვე ახალი არის რომელიც ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა და დიდი ამბავია და ისევ გადაჭრილ გორაზე გვაქვს და არა მარტო იქ რამდენიმე არქეოლოგიურ ძეგლზე დიდი ამბავი, აი დღეს რომ პურს ჭამთ, დიდი ალბათობით ამ ადამიანების სელექციის შედეგია, წარმოედგინეთ. აი საქართველოს ტერიტორიაზე მაცხობელი ადამიანების 8000 წლის წინ, რომ ველურიდან აი საუკეთესოებს არჩევდნენ და ასე დროთა განმავლობაში ეს ბილი ხორბლის ჭიში მიიღეს. და მოგეთ აი ესეც ერთვება ამ ტურში და თან დღეს გრძელია და მთლიანად უკვე გამოწყობილი. კი, რა თქმა უნდა, ხო, ჩვენ ახლა ნოემბერში ვიყავით და ძალიან მალე დაბნელდა ხო. აი სვაშის ლაშა სუხიშვილთან ერთად აი ნახეთ ინტერვიუ მასთან. ლაშასთან ერთად ვილაპარაკეთ ამ გადაჭრილ გორაზე და ზოგადად აი მაგ მხარეზე, რომელიც არათუ ახლა თმანისი და ის კიდე ვიღაცა დადის. იქ საერთოდ არავინ არ დადის. არავინ. ამ დროს ისევ მეორე კაცო ამ პატარა ქვეყანაში, ამ მოცოცმულ ქვეყანაში გვაქვს ადგილები, რომელიც არ ვიცით და რომელიც არის უნიკალური. იმიტომ რომ და მსოფლიო მნიშვნელობის, ვას არის. ციხე არ არის ჩვეულებრივი ციხე, თქვა არ ვაკნინებ, მაგრამ ციხე არის 1000 და სულ იყო. აი, ყველა სოფელს ქონდა ციხე, ზოგი დიდი, ზოგი. მაგრამ ეს არის კაცობრიობა, რომ აი პური მიცა, ღვინო მიცა კაცობრიობას და აი ანუ მე არაფერი არ გინდა. რა არის კაცობრიობა, ხო? ვერაფერი ხო არ და ერთ-ერთი ამოწექი და აგერ ჩაკბიჭებთ აჩააწე მაშინ და პირველეზეა აი რა ვიცი ყველანაირი ხალხისთვის ყველანაირი ინტერესი და ხო მართლა ინფრასტრუქტურა არის ახლა გაჭირგო გადახურვა მადლობა ღმერთს რომ რა არა მე ვამბობ როგორც დაცული მაგრამ არ დადის ხალხი არიციან და იმიტომ ესა გიორგი უბრალოდ არიციან გააჩერე ხა შენ ქუჩაში ვიმე და კითხე გადაჭრილი გორა სადა არა ხო და ამიტომ აი ეს ღვინო დააურო დადგება და სამ თამადა და აი ღვინის ქვეყანაა ჩვენ მოვიგონით ღვინო კითხე აბა სადიპოვეს ერთი ღვინო სადა როგორ ყველას გონია რომ თან წიფწებიდან და წიფწებიდან არ არის სულის ჟავიდან იქნა დაფიქსირება რომ ნამდვილად ღვინო არის წიფწები შეიძლება ჭამდნენ ხო ხო აბა რა ხო სხვა ამბავია ხო არის რაღაცა ბიბლია საზეპირო არის აი ის ინფორმაცია რაც მეცნიერულად არის დადასტურებული და არა ფსევდომეცნიერება. ვალდებულია ყველა ქართველი და საქართველოს მოსახლეობა რომ მინიმუმ ეს იცოდეს და თან არ არის ესეთი რთული რა. მაგრამ ჩვენი ბრალიც არის ვასო ალბათ შენაირი გადაცემა ბევრი უნდა იყოს, ამას ბევრი საუბარი უნდა მიდიოდეს, ხო? და ბევრი კომპეტენტური ადამიანია ჩვენ ქვეყანაში არიან მეცნიერები, ვინც უნდა ადგეს და შეეცადოს რომ მარტო თქვათ რაღაც იქ დახურული შენობის გარდა გარეთაც ილაპარაკოს რომ საზოგადოებას მოუყვეს თავის კვლევებში არაჩვეულებრივი კვლევები აქვს მე კი ვიცი თქვათ შიდა კულუარებიდან იმიტომ რომ თქვათ დავდივარ ამაზე მაგრამ ვისთვის თქვით საზოგადოებისთვის ჩემი შვილისთვის თქვით შენი შვილისთვის თქვი ხო ჩემთვისაც რა თქმა უნდა რომ მეც გავიგო და რამე მაგრამ არა იმისთვის რომ ვიღაცას რაპორტი ჩავაბარო და მორჩეს ეს ხალხად დარჩეს ხო ანუ აი ცოტა მიფიქრობ რომ ეს მიდგომაც აუცილებელია. ხო და აი შენი ტურები ზუსტად მაგას შეუწყობს ხელს მე მგონი ხო აი ჩემი და მინდა რომ სხვებმაც გააკეთონ სხვა
პერიოდის და სხვა მიმართულებების დასავლეთი არის ესეთივე მე ვერ ვაკეთებ დასავლეთში არ ვარ ისეთი მაგარი ამ დასავლეთში იქ ვინც არის იმანი გააკეთოს ჩვეულებრივ ტურისტულ ბაზარზე შემოვიდეს პროფესიონალური ტურების მიმართულებაც რაც როგორც აი მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაზეა ხო საუბარი და არა 60 ცენტიანი ღვინის ვიღაცა რუსი შემხვდა მოკლედ ახალი ჩამოსული შარშანი იყო ეს ამბავი ახლა არ ვიცი არის კიდე არა რომელ დააფიქსირა რომ ეს ამონიტები ეს ბელემნიტები ეს ისინი რაღაცები არის და დააყავს ეს თავის რუსები თავის ჩაკუჩებით და იმგენით ეხა დიდ იმას რა ქვია სიმდიდრეს ეს ყველაფერი არ წარმოადგენს იმიტომ რომ საითაც გაიხედავ სადაც კირქვა ყველგან არის ეს ბელემნიტი და ეს ამონიტი მაგრამ რატო უნდა ამტრიოს ვიღაცა რუსმა ჩემი ისა რა ქვია და რატო გააკეთოს ფული ხო არა მე ნახე მეც ავწი ეგ დიდი ხნის ამბავია ხო ერთი წელიწადნახევრის ამბავია წელიწადნახევრის კი რეკლამაც ჰქონდათ რეკლამაც ჰქონდა ხო არქეოლოგი გახდით დაჟე არქეოლოგი აბა პალეონტოლოგი და აბა ისა და თუ გააკეთოს ჩემიანმა რა იმერელმა გააკეთოს რაჭველმა გააკეთოს სადაც სავსეა ეს მართლა და თუ არ შეგროვება შეიძლება უბრალოდ იქ რო არც მოამტრიო ცალკე რაღაცა ის გახდეს და მე ის ფინანსი ისევ იმას მოხმარდეს იმ რეგიონს და ო ვიღაცა დაბრუნდა ერთი კაცი მაინც რო დაბრუნდეს იმ სოფელში და რაღაცა ო აი რაღაცა ხო შეიძლება მოაწყოს ან რაღაცა ამას არაფერი არ ჭირდება არაფერი ჭირდება ის რომ აგერ ჩამოვიდა მარიფათიანი რუსი და გააკეთა უცებ ხო დაინახა და დაყავდა ხალხი გადადიო ხო ის მაგერად არა ჭკვიანია რა გიდა ხო ჭკვიანია ეხა ვერ მაგას ვერ წაართმევ ბევრი რამე უნდა ვისწავლო ჩვენ ამ ბოლო 60 წელიწადში ხო და მე მგონი აი შენი აი ეს ტურები რომლებიც მართლა იდეალურია მართლა ხალხო არა იმიტომ რომ თქვა და გიორგი აქ არის და მე მასთან მეგობრობა მაკავშირებს არამედ მართლა ძალიან ბევრს მიიღებთ და კიდევ ერთხელ ნახეთ აი ეს ვიდეოები აუცილებლად და ნახავთ რომ მე არ ვაჭარბებ ასე რომ რა ვიცი გიორგი კიდე რამე ხომ არ დაგჭა ისეთი ნუ არაფერი ფაქტობრივად ყველაფერი გავიარეთ 5 ივლისიდან ვისაც უოცნებია არქეოლოგიაზე შანსი გეძლევათ რო გახდეთ არქეოლოგები იმუშაოთ თან ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპედიციაში ახლო აღმოსავლეთში მინიმუმ უბრალოდ კარგი წრე იქნება საინტერესოა და მოდი ერთად გავთხაროთ არა ვასო სადაც არ უნდა გავთხაროთ ჯობს ერთად გავთხაროთ და ნახოთ ყველამ ერთად აი ეს დედამიწის საიდუმლოების ფურცლები გადავშალოთ ერთად და ვეზიაროთ ამ სიმდიდრეს რომელიც ჩვენ ქვეყნის მიწაშია საოცრებას მართლა ზოგჯერ რო უკვირდები ხოლმე ანუ რამხელა შანსი უნდა ყოფილიყო რომ ეს ყველაფერი გამოჩენილიყო ხო და სადღაც ჩვენ გვეპოვათ ნამდვილად ერთ ციცქნა საქართველოში რომელიც ახლა მასშტაბები ხო გიორგი რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და მე იმედი მაქვს რომ ჩვენი მაყურებლებიდან ძალიან ბევრი დაინტერესდება და დაგიკავშირდება ისე ვიმეორებ მე ვტოვებ აღწერაში ვიდეოს აღწერაში საკონტაქტო ბმულებს და პირიქით ვასო რაღაც მომენტში მეც ჩამოვალ და შემოგიერთდებით და მაგარი იქნება აი ჩემთვის იქნება ამოსუნ თქვა ვასო შენ მადლობა აი შენი აი ეს თუნდაც გადაცემა ჩვენთვის არის ჩათვალე რომ შენ ხარ რაღაცის სპონსორი რაღაცაში დაგვეხმარე მართლა ესე ნეტავ მე ამას გრძნობ რა გრძნობ ესე არის აი ახლა ბევრი ხალხი რო ამას ნახავს ეს ხო დახმა ესეც დახმარება არ არის აი ეს ზრუნველობა აი ამაზე ვლაპარაკობთ ხო რა თქმა უნდა დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებ ამ ზაფხულს კი არა მთელი და ბევრი ზაფხულების და ბევრი თბილი სეზონების განმავლობაში აღმოჩენების ხრი და მე ცივი სეზონების დროს ამ ყველაფრის კამერული დამუშავება და ყველაფრის ამის პუბლიკაციები საინტერესო პუბლიკაციები და შევეცდებით რომ თუ რამე ველზე ესეთი სიახლე იქნება ვასო კონკრეტულად მე შენთან ერთად ჩავჯდეთ და პატარა სიახლესავით განვიხილოთ და მე ვფიქრობ აუცილებლად ველოდებით წელს და ამაზე მე ვისაუბრებ აუცილებლად და მე შეგვიძლია დავლიოთ კიდეც ასე რომ ონლაინ მეგობრებო დიდი მადლობა აუცილებლად
კვლავ ჩადით აღწერაში და ნახეთ როგორ შეიძლება გიორგი ბიძინაშვილთან დაკავშირება და თქვენც ასევე ძალიან კარგ კეთილ მეცნიერებთან და განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობის ზაფხულს გისურვებთ. ჩვენ კი ძალიან მალე შევხვდებით კვლავ ერთმანეთს, კვლავ საინტერესო თემებით, შორს არ წახვიდეთ, ნახვამდის.